საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ვალერიან თელია თანამდებობას ინერჩუნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანსა და საიას თანამშრომელს შორის მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დასრულებულია. დასკვნა კი ასეთია. აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომა არ მომხდარა. განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი რა გახდა ვალერიან თელიასა და როიმ ფარტენაძის დაპირისპირების მიზეზი და ვინ და რატომ წაიღობა თუ მის სახლის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები. შინაგან საქმეთა მინისტრი ინციდენტს ამოწურულად აცხადებს, თუმცა დასკვნის შინაარსი მეუღებელია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის საია პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. 28 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა. დასკვნაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, დეტალურადაა საუბარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის მიერ წესრიგის დარღვევაზე. თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით აჭარის სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას კანონი არ დაურღვევია. გენერალური ინსპექციის დასკვნაში იმ გარემოებებზეც არის საუბარი, რომელშიც ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა გაქრა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დეტალებში გარკვევის მიზნით მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან მოახდინეს ჩანაწერის ამოღება. კერძოდ პოლიციის თანამშრომელი გს მივიდა გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტზე ბათუმის სახლში, საიდანაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ობიექტის გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეო ჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გს-მ დაუდევრობით ვერ მოახერხა ჩანაწერის ამოღება და დააზიანა არსებული ვიდეო ფაილები, რომლის აღდგენა შემდგომში ვეღარ მოხერხდა. არაობიექტური ძიება, ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე გენერალური ინსპექციის დასკვნას. კახა კოჟორიძის თქმით, არაობიექტურად ჩატარებული მოკვლევა შესაძლოა წამახალისებელი ფაქტორი აღმოჩნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის. ეს განცხადება და როგორც ჩანს დასკვნაც არის აბსოლუტურად მიკერძოებული, ცალმხრივი, არაობიექტური და მიკერძოებული იმ მიმართულებით, რომ როგორმე დაიფაროს, როგორმე საზოგადოება ვერ გაიგოს და დაინახოს სიმართლე, რაც მოხდა 28 მარტის ინციდენტის დროს. გენერალური ინსპექციის დასკვნა თბილისსა და ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. არასამთავრობოები გენერალურ ინსპექციას უნდობლობას უცხადებენ. გენერალური ინსპექციის მოკვლევა არ იყო ობიექტური და აჩენს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვებს. კერძოდ რატომ მოხდა მტკიცებულების დაზიანება? გაზვიადებული ინციდენტი ასე შეაფასა 28 მარტს განვითარებული მოვლენების შინაგან საქმეთა მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, ვალერიან თელიამ პოლიციელის მუნდირი დაიცვა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს. აჭარის პოლიციის უფროსს შორის, პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნაცნობ მდგომარეობაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აჭარის პოლიციის უფროსს, არაფერი არ დაგვემალავს ჩვენ, არაფერს აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ამბობთ სიმართლეს. ის რაც იყო, როგორც მოხდა, როგორც განვითარდა. დღესვე მომსახურების სააგენტომ ოფიციალური დოკუმენტი გაავრცელა, რომელიც ადასტურებს, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ იმ ინციდენტის დღეს ვალერიან თელია ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდა. შესაბამისად, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომელთაც დასტურდება, რომ ბატონ ვალერიან თელიას აჭარის სამმართველოს უფროსს არ აქვს მართვის მოწმობა. აღნიშნული და მოძრაობდა იმ ინციდენტის სატრანსპორტო საშუალებით. როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრაფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაულის გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ საქმეზე წასულიყო და ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა. როდესაც ნახა საპატრულო ეკიპაჟმა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ის დააჯარიმა ამის გამო. შინაგან საქმეთა მინისტრი ინციდენტს ამოწურულს უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ და საჭიროების შემთხვევაში პროკურატურას მიმართავენ.